15 წლის ბიჭზე ძალადობის უმძიმესი ამბავი. წამება, დანით დასახიჩრება, მუქარა, შეურაცხყოფა, ფსიქოლოგიური ტერორი. და ეს ყველაფერი მხოლოდ სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო. კადრები, რომელიც კურიერი პიესმა ექსკლუზიურად მოიპოვა, იმდენად მძიმე სანახავია, რომ ჩვენ მას სრულად არ ვასაჯაროებთ და ბუნებრივია არც დაზარალებული მოზარდის იდენტიფიცირებას ვახდენთ. ვიდეო მასალა გამოძიების მთავარი მტკიცებულებაა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 პირი დააკავა, მათგან 7 სკოლის მოსწავლეა. გამოძიების მიხედვით არსებობს ფაშისტური დაჯგუფება, რომელსაც ჰყავს ლიდერი. დაჯგუფებამ ასე სასტიკად უსწორდება ყველას, ვინც მათ იდეოლოგიას არ იზიარებს და საჯაროდ აკრიტიკებს. ფაშისტური ორგანიზაციის ლიდერმა დანაშაულებრივ ქსელში უკვე უამრავი არასრულწლოვანი ჩაითრია. ეს რეპორტაჟი ყველა მშობელმა უნდა ნახოს. სად ატარებენ შვილები თავისუფალ დროს, ვისთან ერთად არიან, რას აზიარებენ და რას ემხრობიან ონლაინ თუ რეალურ ცხოვრებაში. მირიან ბოქოლიშვილის რეპორტაჟი. ეს თბილისის ცენტრში ერთ-ერთი მიტოვებული შენობაა. სწორედ აქ გაუსწორდნენ სასტიკად 15 წლის მოზარდს ფაშისტური დაჯგუფების წევრები. კურიერი პიესის მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, როგორც ცემენ წიხლებით და ხელკეტებით არასრულწლოვან ბიჭს. მას დანით თითქმის მთელი სხეული დაუსერეს, დაემუქრნენ ცეცხლსასროლი იარაღით და მთელი პროცესი ტელეფონით გადაიღეს. ახლა ეს ჩანაწერი მათ წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულებაა. 300 არაგველის მიმდებარედ ყოფილი აბანოების შენობა დანაშაულის ადგილად მას შემდეგ იქცა, რაც ფაშისტური ორგანიზაციის წევრებს სოციალურ ქსელში 15 წლის ბიჭის კომენტარი არ მოეწონათ. მოზარდი მოტყუებით რომანტიურ შეხვედრაზე დაჯგუფების წევრმა გოგონამ დაიბარა და მალევე მიტოვებული შენობისკენ წასვლას თხოვა. აქ არასრულწლოვანს იარაღით, დანებით და ხელკეტებით 7 მოზარდი ელოდა. ისინი ბიჭს სასტიკი მეთოდებით გაუსწორდნენ და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარის გამო ბოდიში მოახდევინეს. პროცესს დაჯგუფების ლიდერი დისტანციურად ადევნებდა თვალს. მძიმე საყურებელი მასალა არის და ცოტა გამიჭირდა ნახვა. ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი დანაშაულის სიმძიმეს ადასტურებს, თუმცა სურს, რომ საბოლოო განაჩენის გამოტანამდე მისი დაცვის ქვეშ მყოფი გირაოთი გათავისუფლდეს. ვიმედოვნებ, რომ მომდევნო სასამართლოზე მოხერხდება მისი გირაოთი გათავისუფლება, იმიტომ რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი ბავშვი იყოს სასჯელახსულების დაწესებულებაში, ასე დროს ბავშვი ამ დაწესებულებიდან როგორი გომარეობაში გამოვა ძალიან ძნელი სათქმელია. კურიერი პიესის საქმის კიდევ ორი ფიგურანტის ადვოკატს ესაუბრა. უფლებადამცველი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ წინასწარი პატიმრობის შესახებ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. ჩემი დაცვის ქვეშ ყოფები არიან სკოლის მოსწავლეები, მათ ბრალად ედებათ დამცირება და იძულება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, სულიერი ტანჯვა, რა მოხდა სინამდვილეში და როგორ იყო, ეს უკვე გაირკვევა საქმის არსებითი განხილვის დროს, რადგანაც არასრულწლოვნები არიან, სასამართლო პროცესები იქნება დახურულ რეჟიმში. ფაშისტური დაჯგუფების ლიდერი, სპორტსმენი 30 წლის ლევან აბესაძეა. ის დანაშაულს არ აღიარებს. კურიერი პიესი ბრალდებულის საცხოვრებელ მისამართზე იმყოფებოდა. ოჯახი კამერების წინ არ ჩნდება. მეზობლები გადასტურებენ, რომ მამაკაცი ამ საცხოვრებელის სახლიდან აიყვანეს. ადგილზე ჩატარდა ჩხრეკაც, რა დროსაც ამოღებულია დანები, ეგრეთ წოდებული კასტეტები, პნევმატური იარაღი და სხვადასხვა ფაშისტური სიმბოლიკა. ის თოფიო და ორი დანა თვითონ გამოუტანია ლევანისო. ვაიმე, აი თვალებს არ უჯერი. არ ველოდებოდით მაგ ბავშვისგან. არ ვიცი დედიკო ესეთ რაღაცებს. რაღაც დაჯგუფებაში ყოფილა და არა და 30 წელი ჩვენ თვალწინ გაიზარდა და უაღრესად კარგი ადამიანი და რა ვიცი, ნაკითხი, ერუდირებული ვერ წარმომიდგენია.
ლევან აბესაძის სახელი რუსთავიორის არქივშიც აღმოვაჩინეთ. მამაკაცი კურიერის ეთერში ასევე ძალადობრივი დანაშაულით მოხვდა. ის 2015 წელს დაჯგუფების სხვა წევრებთან ერთად თბილისის ცენტრში უცხო ქვეყნის მოქალაქეს თავს დაესხა. ქსენოფობიით მოტივირებული ამ დანაშაულისთვის აბესაძე სასჯელს ერთხელ უკვე იხდიდა. მიტოვებული შენობა, სადაც 15 წლის მოზარდი აწამეს, როგორც ჩანს, ფაშისტური დაჯგუფების თავშეყრის მთავარი ადგილია. კურიერი პიესის კამერამ ადგილზე დააფიქსირა სავარაუდოდ ნაძარცვი ნივთები, ფსიქოტროპული მედიკამენტები, ასევე კედლებზე გამოსახული ფაშისტური და ძალადობრივი სიმბოლოები. მოვიპოვეთ დახურული ჩათის მიმოწერაც, რომელიც მიუთითებს, რომ 15 წლის მოზარდი ერთადერთი მსხვერპლი არ ყოფილა. დაჯგუფების წევრებმა სავარაუდოდ იგივე მეთოდით ბოდიშის მოხდა კიდევ ერთ არასრულწლოვანს აიძულეს. გამოვლენილი არის სხვადასხვა დანაშაულებრივი ფაქტები, რომელთან დაკავშირებითაც დღეის მდგომარეობითაც აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პროკურორი კურიერი პიესთან ადასტურებს, რომ გამოძიების პროცესში აღმოჩენილია მტკიცებულებები, რომელიც დამატებით სხვა დანაშაულზე მიუთითებს. გავარკვიეთ, რომ საუბარია ასევე ვიდეო ჩანაწერებზე, სადაც სავარაუდოდ კიდევ ერთ მოზარდზე ანგარიშწორებაა ასახული. ის, რომ დაჯგუფების წევრები სხვა პირებზეც ძალადობდნენ, ამას ერთი უმნიშვნელო დეტალიც ადასტურებს. ფაშისტური ორგანიზაციის წესდებით ის, ვინც სისხლს ერთხელ მაინც დაყრის, ფეხსაცმელზე წითელი ფერის თასმა უნდა გაიკეთოს. 15 წლის მოზარდზე თავდამსხმელთა უმეტესობა სწორედ წითელი თასმებით გადაადგილდება. თავად პირდაპირ მიუთითებენ, რომ ეს არის ეგრეთ წოდებული ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ჯგუფი და თავადვე ამბობენ, თუ რა ნიშნით ხდება პოტენციური დაზარალებულების შერჩევა და რა უდევს საფუძვლად ამ დაზარალებულების მიმართ ანგარიშწორებას. არასრულწლოვანი გოგონაც არის ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი და ისიც ამ ძალადობრივ ქმედებაში მონაწილეობდა როგორც ფიზიკურ ანგარიშწორებაში, ასევე მობილური ტელეფონით ისიც ახდენდა ვიდეო გადაღებას. დაზარალებული მოზარდი ახლაც მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. მაქსიმალურ სასჯელს მოითხოვს პროკურატურაც. Dansna praktis შემდეგ იმყოფებოდა სამართლოში, კურნალობად ეს უკრიერის სახში აგრძელებს ამ კურნალობას. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ ცუდია და ის იმყოფება ფსიქოლოგიურ დამხედველობის ქვეშ. 15 წლის ბიჭის დამცირების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ბრალდებით 9 პირი, მათ შორის 7 არასრულწლოვანი ახლა წინასწარ პატიმრობაშია. შესაძლოა ბრალდებულთა წრე კიდევ გაიზარდოს.